de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 202 ეპიზოდს გადაცემის საკვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან. 202 სარკისებური რიცხვია, მაგრამ რა დროს ეგაა? ჯაფარა დაიჭირეს ბოზებმა. ზურა ჯაფარიძე, რომელიც დაბარებული იყო რაღაც კომისიაზე ვიღაც წულუკიანის ხელმძღვანელობით, არ მივიდა. გირაოს გადახდაზეც უარი თქვა და მოსამართლის როლის შემსრულებელმა ირაკლი შვანგირაძემ პატიმრობაში გაუშვა. სასამართლო პროცესი იმდენად ცირკი გამოდგა, რომ ადვოკატებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ხოლო მსახიობმა შვანგირაძემ ჯაფარას სახაზინო ადვოკატის დანიშვნაზე უარი განუცხადა. სასამართლოს ეზო სავსე იყო პოლიციელებით, გადაკეტილი ჰქონდათ მისასვლელები, გასასვლელები, შეიძლება საიდუმლო გვირაბებშიც იყვნენ მეციხოვნეები. რავი. არ გამოურიცხავ, რომ თევზიც ჰქონდათ მომარაგებული ყოველი შემთხვევაში. ჯაფარას დაპატიმრება არ გამორჩენიათ საქართველოს მეგობრებს. ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დააპატიმრეს. ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ სანქციები უნდა დააწესონ. ახლავე, რასა იუკნევიჩიანი. ხო. პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი საქართველოში. აუსტრევიჩუსი იყო. ხნეობა და გამძლეობა ზურაბ ჯაფარიძეს ამათ გავაჯმევინებთ და ყველაფერი იქნება ლამაზად. მიხეილ მშვილდაძე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსთან დაკავშირებით პირველი საჯარო განცხადება გააკეთა. უпростоრად ჯო ვილსონმა გააკეთებინა. რუბიოს სიტყვით გამოდიოდა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მას შეკითხვა დაუსვა ჯო ვილსონმა, მეგობარი აქტის თანაავტორმა და ჩემმა ვზროსლმა ძმამ. ვილსონმა რუბიოს ჯერ მოუყვა ქოცების ვაჟკაცობების შესახებ და შემდეგ კითხა: თქვენი ხელმძღვანელობით რა გაკეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა რეალური ფასის გადახდა მოითხოვოს ანტიამერიკული ქართული ოცნებისგან? მარკო რუბიომ ასეთი პასუხი გასცა შეკითხვას: არის თუ არა ჩვენი ეროვნული ინტერესების ფარგლებში, რომ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ რეგიონში ანტიამერიკული მთავრობა მართავდეს ქვეყანას? კითხვა დასვა რუბიომ და პასუხიც თავადვე გასცა: თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ამ ეტაპზე საკითხი განხილვის პროცესშია და ვეძებთ დამატებით შესაძლებლობებს. დღეს კონკრეტული განცხადება არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯებს გადავდგავთ, მაგრამ გეუბნებით, რომ ეს საკითხი აქტიურად განიხილება. დაასრულა რუბიომ. ხო, ყველაფერი გასაგებია. ანუ რამე გაუგებრად თქვით, ან მე, ან რუბიომ, ან ვილსონმა ქოცებმა მოახერხეს და ვერ გაიგეს. ერაფერი ვერ გაიგეს. მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, მაკა ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობს. ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ დღევანდელი პასუხიდან, არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს. საკითხulis და მოსმენელის გააზრების რეიტინგში კიდევ რამდენიმე პოზიციით უკან დავხია მაკა. რუბიოს პასუხი ყაველაშვილს მოეწონა კიდეც. საქართველოს პრეზიდენტად დასაქმებულმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა: გუშინ პრინციპში დიპლომატიურად გასცა რუბიომ პასუხი. კმაყოფილი ვარ. კმაყოფილია მიშა.
აქ კიდევ რამდენიმე ადგილი დავქვეითით წაკითხulis გააზრების რეიტინგში. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ბოჭორიშვილმა ძალიან კარგად გაიგო რა თქვა რუბიომ და არ შეიმჩნია და ყაველაშვილი დიდი შანსია რომ მართლა კმაყოფილია. გაიგე რა კმაყოფილია პაპი გაიცნო ტრამპი მაგის გვერდით მიეს იქვია რა ხო იცი გოლი რო ვერ გაიტანა მაგრამ სახიფათო მომე აი ადგილებში მოწყენილი მარტო ირაკლია კობახიძე მისი განცხადებით მას დღემდე არ მიუღია პასუხი წერილზე Facebook-იდან რომ მიმართა ამერიკას მაგ წერილს გულისხმობს ირაკლი დათაგე ამერიკა შეიძლება არ უნახავთ დათაგე ეგრე უფრო ნახავე ცუდი ამბავი მაქვს რიყის დოქების მოყვარულთათვის ალაძე მოდი დავანგრიოთ მაგის დედას ვატირებ მოდი გავყვეთ ქრონოლოგიურად ყველაფერი დაიწყო 2020 წლის 30 იანვარს როცა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რიყის დოქები გასაყიდად გამოდო და აუქციონი გამოაცხადა მინისტრმა განაცხადა, რომ შენობის საწყისი ღირებულება 95 მილიონი ლარი იქნება. ეს ფასი თავიდანვე ეძვირა კახა კალაძეს. ერთ ლარად ვერ გავყიდეთ და საეჭვო 95 მილიონად გაიყიდოს იწინასწარმეტყველა კახიმ და მართალიც აღმოჩნდა. პირველ აუქციონზე რიყის დოქები ვერ გაიყიდა. მეორე აუქციონი 1 წლის შემდეგ გაიმართა. ამჯერად ფასი თითქმის 24 მილიონით ნაკლები იყო და 71 მილიონში ადგენდა. თუმცა რიყის დოქები აუქციონზე ისევ არ გაიყიდა. შეგახსენებთ აუქციონის პრინციპს, რომ რამდენიმე მსურველია ფასს უმატებენ. ჩვენ კიდე დოქებს 24 მილიონი დააკლდა, არ გაიყიდა. მალევე მესამედაც გამოდეს რიყის დოქები. ამჯერად 47 მილიონად, თუმცა არავინ გამოჩნდა მსურველი. მიხვდებოდით, რომ რიყის დოქები მეოთხე აუქციონზეც ვერ გაიყიდა. ბოლო-ბოლო ნათია თურნავას დაუსვეს კითხვა, რატო ვერ იყიდება რიყის დოქები? ვერ დაგეთანხმებით, რომ ობიექტები არ იყიდება. განაცხადა მაშინ თურნავი. რესტორანმა ენდორფინმა უყურა რიყის დოქების დრამას, თან კალაძის განცხადებას გაახსენდა და შესთავაზა მთავრობას რიყის დოქების 1 ლარად შეძენა. რესტორანი ენდორფინი მალევე დაიხურა. რიყის დოქების დრამა გაგრძელდა. მეხუთე და მეექვსე აუქციონებზე აღარ მოგიყვებით. ბოლოს გათენდა 2022 წლის 24 მარტი. გაზაფხულის ერთბზიან დილას თელმა ქვეყანამ სიზმარში გავიღვიძეთ. რიყის დოქები გაიყიდა. რუსეთიდან რუკების ჩამომტანმა დავით ხიდაშელმა რიყის დოქები იყიდა. 20 მილიონის ინვესტიციის ჩადებასაც შეგვპირდა და სამუზეუმო და საგამოფენო სივრცეების მოწყობას დაგვიანონსა. აქ ჩვენმა გადაცემამ წერილი მივწერეთ ხიდაშელის კომპანიას და შევთავაზეთ, რომ 2-დან 1 დოქის ჩვენთვის მოყიდვა. წერილზე გვიპასუხეს და უამრავი დოკუმენტი მოგთხოვეს. ჩვენ დაგვეზარა, აღარ უპასუხეთ. მოგვიანებით ხიდაშელმა განაცხადა, რომ არასტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო რიყის დოქებს ფულს ვეღარ დავახარჯავო. ანუ ჩვენ რო გვეგონა რომ ჩვენი ეკონომიკა იზრდებოდა, რომ ევროპაში პირველები ვიყავით და მსოფლიოში თითით საჩვენო. თურმე ქვეყანაში არასტაბილური გარემოა, გაიგე? და აქ ფულის დახარჯვა არ ღირს. რავი, ხიდაშელი ეგრე თulis. რიყის დოქებს ვინ გადაეძებდა, ქვეყანა გაგვიხდა სანერვიულო. მიმდინარე წლის მაისში კი რიყის დოქების ბოლოს ისევ გამოჩნდა სინათლე. რიყის დოქები გაიყიდა. ხიდაშელმა მიყიდა აპრილში დარეგისტრირებულ შპს რიყე დომს. შპს რიყე დომის 100%-ის ფლობელია შპს N.G.B. რომლის ერთადერთი მფლობელი არის თორნიკე კოპალიანი. კითხვაზე თუ რატომ დაინტერესდა რიყის დოქებით, კოპალიანმა უპასუხა, ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ. რამე გითხარი მაგის დედა ვატირე. 6 წელია ხალხი ნერვიულო.
ამ ეტაპზე რიყის დოქების გარშემო ორი თეორია ვითარდება, რომელიც ერთდროულად გავრცელდა. პირველი, რომ რიყის დოქები სასტუმროდ გადაკეთდება და მეორე, კახიკალაძის ვერსია. ნაგვის ბუდეა, აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, ესე თქვა. ასეთი ამბავია რიყის დოქებზე, ვინც ახლა გადმორთეთ რა. და ამბების მოკლედ მოსმენა გიყვართ, მარტო პირველ და ბოლო ამბავს გეტყვით. რიყის დოქები აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს, ფასი 95 მილიონი ლარია. და კახიკალაძე, ნაგვის ბუდეა, ამ სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. ეგრე დაიწყო, ეგრე დამთავრდა. 95 მილიონს რა შეახდევინებდნენ ვიღაცა. კიდე კაი არავინ არ იყიდა. მე მაქვს კალაძესთან ერთი შეკითხვა. როცა სახლი დასალაგებელი გაქვს ხოლმე, როგორ იქცევი? სახლს დემონტაჟს უკეთებ? თუ ალაგებ? რავი, ამ 13 წელიწადში თუ კი ნაგავი დაგროვდა რიყის დოქებში, შედით და დაასუფთავეთ. დასალაგებელია, ამიტომ დავანგრიოთ, რა ლოგიკაა? ეხლა დავფიქრდი, იქნებ საყდრისი, იმიტომ ააფეთქეს, რომ დასალაგებელია. თურმე კალაძეს მანქანა გასარეცხი რო აქვს, ყიდის. თურმე კალაძეს ტელეფონი რო უჯდება, ახალს ყიდულობს. ადრე წულუკიანი ამბობდა, იუსტიციის სახლის ხვენში სამშენებლო ნარჩენები დაგხვდაო. კიდე კაი იუსტიციის სახლიც არ დაანგრიეს. ქუთაისის პარლამენტზეც მეფიქრება, მან ტვერი იქნება ეხლა. მაგაზე ვინ გამოხვეტავს? ესროლე ჯაველინები. მაგის გამოხვეტას ეხუმრები. კარგი. გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე. კოკა-კოლა ბოსვათ ჩაანალიზებაზე გადავიდეთ. დღეს საკმაოდ პოზიტიური მთავარი თემა გვაქვს. მესმის სიტყვა პოზიტივის გამოყენება დღევანდელ საქართველოში არ არის მარტივი. არაადეკვატურობაც კი არის, მაგრამ მოდი რაღაცებს დიდ სურათში შევხედოთ და იქნებ არც მთლად უიმედოდ იყოს საქმე. დღეს ვისაუბროთ პოპულიზმზე. პოპულიზმის აღზევებაზე საქართველოსა და მსოფლიოში. რა ხდება დღეს და რას ველოდებით მომავალში. რამდენიმე წლის წინ ხშირად გაიგონებდით, რომ დემოკრატია დასრულდა. დემოკრატიამ ვერ იმუშავა. შევიდა ჩიხში, მევიდა ჩვენი დრო. ამ მტკიცებას ჰქონდა საკმაოდ სერიოზული საფუძველი, ახლა შეგვიძლია ვაღიაროთ. პოპულისტური ძალები ერთმანეთის მიყოლებით მოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებში. პოპულიზმმა ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა ამერიკაში, თურქეთში, სლოვაკეთში, ბრაზილიაში, საქართველოში. ძალიან ახლოს მივიდნენ ძალაუფლებასთან გერმანიასა და საფრანგეთში. რაღაც მომენტში მეც დავიჯერე, რომ მორჩა დემოკრატია რა გაეწყობა, რავი, რაღაც პერიოდი ავიტანოთ, არც პირველი შემთხვევა იქნება. ისტორიაში არც უკანასკნელი, თუმცა მოულოდნელად დემოკრატიებმა დაქამბექება დაიწყეს. სულ ბოლოს რუმინეთში წააგეს პოპულისტებმა, არა და გამარჯვება თითქოს უკვე ჯიბეში ჰქონდათ. მოდი ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. პირველ რიგში ვთქვათ, რა არის პოპულიზმი. განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, პოპულიზმი იგივე ქოცობა. არის საკუთარი მიზნების განსახორციელებლად ფართო მასებისადმი აპელირება და მათში რთული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების სწრაფად და ადვილად გადაჭრის შესაძლებლობების არსებობის თაობაზე რწმენის გაღვივება. ეს ძალიან კორექტული განმარტებაა. უფრო მარტივად, პოპულიზმი არის ეს. თქვენ გექნებათ საშუალება, კიდევ გახსენებთ, რომ იქნება საშუალება იაფი და იოლი ფულის. იაფი და უფასო ფულისაც კი თუ გნებავთ, ეს იქნება 10 წლიანი და 20 წლიანი. პოპულიზმია, რომ დონალდ ტრამპი 24 საათში დაასრულებდა ომს. პოპულიზმია, რომ პუტინი იცავს ქრისტიანობას. პოპულიზმია, რომ ორბანი იცავს ქრისტიანობას. პოპულიზმია, რომ ფიცო იცავს ქრისტიანობას. პოპულიზმია, რომ ბიძინა იცავს ქრისტიანობას. ყველა თუ იცავთ, ვიღა ებრძვის თქვენ კარგი. ყველა იცავს, ყველა გაიგე.
პოპულიზმი არის იარაღი, რომელსაც ერთნაირი წარმატებით იყენებენ ულტრა მემარჯვენეებიც და ულტრა მემარცხენეებიც. მაგრამ კარგად თუ გადაფხიკავ, ორივეს რუსეთი გამოუჩნდებათ ხოლმე. ასე იყო რუმინეთის შემთხვევაშიც. რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა კალინ ჯორჯესკუმ, რომელიც გამოდიოდა ევროკავშირისა და ნატოს წინააღმდეგ. ეწინააღმდეგებოდა უკრაინის დახმარებას და იცავდა რუმინელობას წართმევისგან. რუმინეთის სპეცსამსახურებმა კარგად რო გადაფხიკეს, აღმოჩნდა, რომ რუსეთის ტროლბოტობა დედას და TikTok-სა და სხვა სოციალურ ქსელებში ამ ჯორჯესკუს სასარგებლოდ. TikTok-მა ითანამშრომლა რუმინეთის გამოძიებასთან და გასცა დეტალური ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ 10,000-ობით TikTok ანგარიში მუშაობდა ჯორჯესკუს სასარგებლოდ და ეს ანგარიშები დაკავშირებული იყო რუსულ სახელმწიფო მედია საშუალება სპუტნიკთან. შემდეგ იყო ჩხრეკა ჯორჯესკუსთან დაკავშირებულ ადამიანებთან და აღმოაჩინეს უზარმაზარი ფული, შავი ფული, კეში. საკონსტიტუციო სასამართლომ საერთოდ გააუქმა არჩევნების შედეგები და ჯორჯესკუ კიდე მოიკვეთა პოლიტიკიდან. ჩაინიშნა ახალი არჩევნები. ახალ არჩევნებში ჯორჯესკუს ნაცვლად სხვა პრორუსი კანდიდატი ჯორჯე სიმიონი გამოაგორეს. მოდი ახლა ახლოს გავიცოდოთ სიმიონი, რათა დავინახოთ, რომ ქოცობას საზღვრები არა აქვს. ყველა ქოცი ერთნაირად, გინ ქართველი იყოს, გინ ამერიკელი, გინ რუმინელი. სიმიონს ინტერვიუში კითხეს მისი აზრით, დედამიწა ბრტყელია თუ მრგვალი და ამან უპასუხა, რომ მეცნიერებმა უნდა გადაწყვიტოს. ცოტა რიჟვაძის ვაიბი ხო წამოიღო ეგრევე. სიმიონი ასევე დაკვირდა, რომ თუ პრეზიდენტად აირჩევენ, არ დაუმალავს რუმინელებს რაიმე საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ისეთ თემებზე, როგორიცაა დინოზავრების არსებობა, უცხო პლანეტელები და სხვა. სამწუხაროდ სიმიონი ვერ გახდა პრეზიდენტი და ვერასოდეს გავიგებთ რა ინფორმაციას მალავე რუმინეთის სპეცსამსახურები არსებობენ უცხო პლანეტები არ არსებობენ. დინოზავრები გადაშენდნენ, არ გადაშენდნენ. სიმიონი ასევე ამტკიცებდა, რომ მოკრძალებულად პაწაწინა ბინაში ცხოვრობდა და ხელფასის დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ 300 კვადრატულ ფუფუნება ბინაში ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგე იყო და რუმინეთი უპირველეს ყოვლისა. გაინტერესებთ, რას აკეთებდა პანდემიის დროს? სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ვაქცინაციის კამპანიას. აკრიტიკებდა ევროკავშირს და ურსულა ფონ დერ ლაიენს ფაიზერ ურსულას ეძახდა. და აი ამ კაცმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. საბედნიეროდ მეორე ტურში დაირაზნენ კარგი ადამიანები, ძალიან ბევრი ხალხი მივიდა არჩევნებზე და აირჩიეს ნორმალური კაცი, მათემატიკოსი, რავი, პატიოსანი, პროდასავლელი ნიკუშორ დანიელი. როგორც იცით, ყველა ცუდ მთავრობას ირჩევს ხალხი, რომელიც არჩევნებზე არ მიდის. ყველა ქვეყანაში ეგრეა. მოსახლეობის მოზრდილი ნაწილი არასდროს დადის არჩევნებზე და მერე წუწუნებენ ხოლმე, როგორ მოვედით აქამდე. იგივე საფრთხის წინაშე იდგა რუმინეთის, მაგრამ მეორე ტურში გამოიღვიძა ხალხმა 65%-იანი აქტივობა დადეს და დაიცვეს ქვეყნის ევროპული მომავალი. დამარცხებულმა სიმიონმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა და მოლდოვამ გაუყალბეს არჩევნები. საფრანგეთმა და მოლდოვას, საფრანგეთი და მოლდოვას ნეტა სადმე რამე კავშირი ალიანსი ქონია. კიდევ დავიწყო, ვიქტორ ორბანი აქტიურად უჭერდა მხარს სიმიონს. რუმინეთის ამბავი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხალხმა გადამწყვეტ მომენტში გამოიღვიძა და დაიცვეს დემოკრატია. იგივე მოხდა მოლდოვაშიც. გადამწყვეტ მომენტში ხალხმა ხელიდან გამოგლიჯა ქვეყანა რუსეთს. სექტემბერში საპარლამენტო არჩევნებია მოლდოვაში და მანდატს უნდა ივაშკაცონ მოლდოველებმა. ძალიან საინტერესოა ტრამპის ამბავიც. ყველა ელოდა, რომ ამერიკაში ტრამპის გამარჯვება გამოიწვევდა პოპულიზმის ახალ ტალღას, ვინაიდან ამერიკა ქმნის ტრენდს ყველაფერში. ლოგიკურად აქაც გადამდები უნდა ყოფილიყო ამერიკის პრეცედენტი. მოხდა პირიქით.
კანადასა და ავსტრალიაში ყველა გამოკითხვით კონსერვატორებს უნდა მოეგოთ არჩევნები და ტრამპის გამარჯვების შემდეგ კანადელებმა და ავსტრალიელებმა გადაიფიქრეს კონსერვატორების არჩევა და ლიბერალებს მისცეს ხმა. საინტერესო ამბებია უნგრეთშიც. პირველად ბოლო 15 წელიწადში გამოკითხვებით პირველ ადგილზე აღარ არის ორბანის პარტია. გაუჭირდა ორბანს. ბუდაპეშტში თუ გაივლით, ყოველ 100 მეტრში ნახავთ ზელენსკის და ურსულა ფონ დერ ლაიენის ბანერებს. ჩვენთან რო სისხლიანი ბანერები იყო, ეგეთებს. იმ განსხვავებით, რომ უნგრეთში სისხლები მაინც არ მიახატეს. მაინც ევროპა, იქაური ქოცები უფრო კულტურულები არიან აქაურებთან შედარებით. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ტრამპის რეიტინგმა დაიკლო და ტრამპმაც დაუკლო პოპულიზმის დონეს. როგორც ხედავთ, უცებ წამებში ამოტრიალდა ტრენდი. მთელ მსოფლიოში გარდაუვალი ჩანდა პოპულიზმის ტრიუმფი და უცებ მიძინებულმა ლიბერალებმა გამოიღვიძეს და დაიწყეს რუსულ პროპაგანდაში ამოულებულ პოპულიზმთან ბრძოლა. რა თქმა უნდა, ჯერ საზეიმო არაფერია, პოპულიზმი ისევ ძალიან ძლიერია, ნებისმიერ წამს შეიძლება ისევ ამოყირავდეს ტრენდი, მაგრამ ამ წუთის ტენდენცია დამაიმედებელია. ქოცობა უკან იხევს ყველგან საქართველოს გარდა. დემოკრატია აქ ამბექებს ფერგიუსონის მანჩესტერი. და ეს ტენდენცია თუ შენარჩუნდა და ახალ მსოფლიოში სახელოვნად ამოიყვანა პოპულიზმი, ეს დააჩქარებს ქოცობის დასრულებას საქართველოშიც. რაც ყველაზე მთავარია, დასავლეთი ნელ-ნელა ხდება, რომ თუ მოწინააღმდეგე რაგბის გეთამაშება და შენ ფეხბურთს უბერავ, უეჭველი წააგებ, ან ორივემ რაგბი უნდა ვითამაშო, ან ორივემ ფეხბურთი. ხო და ევროკავშირმა თუ რაგბი გინდათ, იყოს რაგბიო და უნგრეთისთვის ხმის უფლების შეჩერებას განიხილავენ. ნახოთ მოკლედ, ნახოთ. ჩემი პროგნოზით მაქსიმუმ 2 წელიწადში გამოჩნდება დემოკრატია იგებს თუ ავტორიტარიზმი. ჩვენ რა ვქნათ? ჩვენ რა თქმა უნდა, სხვების იმედად არ უნდა ვიყოთ. დემოკრატია თუ გაიმარჯვებს სოფლიოში, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენც უეჭველი მოვიგებთ. ჩვენი გასაკეთებელი, მაინც ჩვენი გასაკეთებელი იქნება. ჯერა, რომ ჩვენც გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს. ერთი ქოცი მითხარით, რომელიც იდეისთვის თავს გადადებს. ვინ? დინარაძე? ჩვენ კიდე ჯაფარასნაირი ადამიანები გვყავს, ვინც ამ ქვეყნისთვის ყველაფერს გადადებენ. სოლიდარობა ყველა პატიმარს. თქვენი ბრძოლა არ იქნება ამაო. სულ ეს არა დღეისთვის მინდოდა მეთქვა, მადლობა ყურადღებისთვის, შეხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე.